და მამისა და ძისა და სულისადმისა და ყველა გილოცავ ჯვართამაღლებას. ეს მეოთხე საუკუნეში იყო მეფე კონსტანტინემ თავისი დედა ელენე გაგზავნა რუენახა ქრისტეს ჯვარი და ერთმა ებრაელმა უთხრა სადაც აწამეს ღმერთი და იქ ნახეს სამი ჯვარი და რო გაიგოთ რომელი იყო ქრისტეს ჯვარი. იმ დროს გადიოდა მიცვეულის პროცესია და რომელმაც გააცოცხა მიცვეული იმით რომ ის იყო ქრისტეს ჯვარი და რო გაიგო მე მოწმენეებმა იმდენი ხალხი მივიდა რომ დაჭიდა გორაგზი ასვლა იმ ეპისკოპოსს და იმ ჯვართამაღლება იმიტომ ქვია. რაც შეეხება ჯვარს, ვისაც ახლა ცოდნა არ აქვს. ჩვენ დაგვცინის რომ ესე იგი სექტანტები რო არიან. ეს წამების იარაღი არისო და რატო გაქვთ გულზეო და ჯვარი არის ჩვენთვის გამარჯვების იარაღი, იმიტომ რომ ჯვარსმით რა მოხდა? უფალი ჩავიდაო ჯოჯოხეთშიო და აღმოიყო შემოსაო ჭენი ჯოჯოხეთსანიო და აღმოიყვანა მართა და სულებიო და დაამარცხა სიკვდილიო. ეს რაც ისაა თუ მოწმუნე ხარ რაფის არ უნდა გეშინოდეს. გარდაცვალება სიკვდილს კარგად ქვია ქართულ სიტყვაში გარდაცვალება. გარდაცვალებას ერთი მდგომარეობიდან მეორეში და ჩვენ რა თქმა გვიხარია შეადმობ. რა გვიხარია? ეს ზოგი მოწმუნეა, მაგრამ მაზიარებელიც არა და რაღაც იმ დროს ყველაში სიხარულია, ყველა წაძაში უნდა მისვლა. რატო ხდება ეს? და სინამდვილეში რა ხდება? რა გიხარია შენ რომ მოწმუნე ხარ? რომ გაღებულია 60 კარები და იქ რა ცხოვრება, რას თვალს არ უნახია, რა წყურს არ სმენია, ნეტარება, სიხარულია, სულიწმიდით იქ არ არის მწუხარება. და თუ ეს გიხარია, მაშინ გარდაცვალებას არ შეხვდები შენიანის ეს მეუღლე იქნება, შვილი იქნება თუ ტრაგედიით. მაცხოვარიც ადრიდა, როცა გარდაიცვალა ლაზარე, მაგრამ ტირვა დროები დაშორებას, მაგრამ გიხარია რა? გიხარია რომ გაიგო 60 კარები, უფლის საშინელი ჯვარსმა წამების ფასა და წმინდა მამები ამბობენ რომ ყოველდღიურად გავიხსენოთ რომელიმე ეპიზოდი ქრისტეს ჯვარსმისა. სანამ აწამებდნენ, როგორ მიქონდა ჯვარი, ორჯერ დაეცა ჯვრის სიმძიმის ქვეშ. აფურთხებდნენ, ლაზრამდნენ, აგინებდნენ და თვითონ წამება ზოს გული წაუვიდა, როცა უყურა ქრისტეს ნებანი და ეს თუ გეხსენება ყოველდღიურად. იმ დღეს მე ცოდვას განეშორები, იმიტომ რომ ჩვენ ისწავლებით ღმერთი ეწამა ცოდვებისა გამო. ჩვენ ვართ უსმანი მასხოვისში, ეგალი მასხოვისში, არაც უნდა მოვინდომოთ. აი ხომ მოძღვარი ვარ. ხან გავბრაზები, ხან შეიძლება განვიკითხო. ამიტომ მადლობა ამას, რომ ჯეჯოების საშუალება გვაქვს საიდუმლოებისა, აღსარებას ზიარებისა. და ამით უნდა ვისარგებლოთ, რომ რასაც კარგად ცოდვებით, რომ ისევ დააგვიმოთ სინანული საიდუმლოებითი აღსარებას ზიარები და შეეხება დღევანდელ დღეს ქართველებისთვის კიდე არის მწუხარების დღე, იმიტომ რომ ფიზიკურად ესე იგი დავმარცხდით. მაგრამ მე დავიბადე და გავიზარდე სოხუმში და გამოსავალს არ შევხედავ. მე ძალიან მიყვარს აფხაზებიც, ოსებიც, რომ მე მჯერა რომ საერთო ენას გამოვნახავთ, რომ სიყვარული გაიმარჯვებს და რამდენ აფხაზს ვიცნობ, რამდენ ოს ვიცნობ, რომ გულის ტკივილი აქვთ, ესე იგი რაც მოხდა იმისა. და რაც შეეხება იმპერიას 30 წელია ეთესება სიძულვი რუსების მიმართ, მაგრამ ვინც ისტორია ეცის, საერთოდ არსებობს კარგი იმპერია დედამიწაზე, რა უყო ვიეტნამს, სერბეთს, ერაყს, ვინ ჩამაყარა ორი ბომბი ხელოსნიან ნაგასაკში და ისეთი კაცი მოიყვანა ღმერთმა ამერიკაში, რომ თვითონ ამხილა ორი პრეზიდენტი წინამდებარე, რას ისაძაღლიებს აკეთებდნენ სხვა ხალხების მიმართ, რევოლუციები და სხვა და ღმერთმა დაგვიფაროს რევოლუციისგან, იმიტომ რომ ყველა რევოლუციის თავი არის ეშმაკი და ამიტომ თუ სხვადასხვა აზრები გააქვთ, რაც უნდა ესე იგი ის იყო რა ქვია, გამწარებული ცხოვრებით, შენ თუ მოწმუნე ხარ, მით უმეტეს მაზიარებელი ხარ, არასდროს ხეში იარაღი არ აიღო, შენი ძმის წინააღმდეგ და გაივიცინოთ 91 წელი. სულს ახაც მართალი გონია თავი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მართალი მარტო ღმერთია და ერთმანეთს წასულები კი არ უნდა უსვენოთ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ პავლე მოციქული ქრისტიანების კულელი იყო და მოციქულთა თავი გახდა. კიპრიანი ჯადოქარი იყო, ღვთისმდელი და დემოწამე გახდა. ამიტომ ქრისტიანობაში არ არის, მაგრამ ეს არის უბრალოდ სკამებისა გამო, ერთმანეთს უსვენებენ წარსულს, რომ ჩამოწერონ ის მოწინააღმდეგე, მაგრამ ეს არა ქრისტიანულია. და მე ვლოცულობ პოზიციასთვის, რასაც ქვია მთავრობა და ოპოზიციისთვისაც და ისეთი ოპოზიციისთვის, ვინც მარტო სკამზე კი არ ფიქრობს და სკამზე თუ არ ფიქრობ, მაშინ შენ უნდა შეთავაზო ხალხს, რომ დედა იქა, შვილი აქა, ცოლი იქა, ქმარი აქა, აი რას თავაზობ, რომ ასე არ იყოს.
და ხელისუფლების ჯადო გოცნობა, იმიტომ შემდის მაგალითია წმინდა ნინო გოცნობდა მეფე მრიანისთვის იყო სპარსი. წარმოშობით. გახდა ქრისტიანი მეფე. შემდის მაგალითია წმინდა გიორგი გოცნობდა მეფე დიოკლეტიანისთვის. და გახდება ეს კაცი, ფაშისტი კაცი, პატიოსანი მშრომელი მებაღე. გამოსავალი ლოცვაში და სიყვარულშია და სიყვარულის ნიჭი მოგცეს ღმერთმა. ჩვენთანაც ღმერთი.